საღამომშვიდობისო ყველას. ესეთი საჯარო გაშლით მოვედი, ვინ ხარ მისთვის? რას წარმოადგენ და რა ადგილი გიჭირავს შენ მის გულში, მის ცხოვრებაში? პირველ რიგში მე აქ მინდა ვნახო შენსა და ამ ადამიანს შორის ამჟამად რა მდგომარეობა არის? რა ხდება შენი და ამ ადამიანის ურთიერთობაში ახლა? რა ხდება თქვენ ორ შორის ახლა? სიგნიფიკატორი რა არის თქვენი ურთიერთობის მახასიათებელი აღმწერი რა არის რა მდგომარეობაში ხართ ფონი მაქვს ხმლების მეფის რივენთასები იმპერატორი დაკიდებული კაცი ორიანი ხმლები ძალა ცხრიანი კვერთხები და ექვსიანი ხმლები პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ პაუზებზე ვინც ხართ, მათზე იქნება ეს გაშლა და ვინც გაბუტულები და ცოტა გაგულისებულები და გაბრაზებული, განაწყენებულები ხართ ერთმანეთზე, მათთვის არის ეს გაშლა ასევე. ვინ და რა ამოვიდა აქ, ამოვიდა იმპერატორი, რომელი იმპერატორიც არის რაღაცაზე გულდაწყეტილი, თან გაბრაზებული, თან უნდა რომ თავი დაგანებოს, თან ვერ გელევა. თან თვითონ იქცევა იმდენად არასწორად, რომ თვითონ არის განმაპირობებელი ამ შენი პაუზის და დაკიდებული სიტუაციის არც იქით რო არის და არც აქეთ. თან გაბრაზებულია, იმიტომ რომ აი ძალის არკანი იმდენად კარგად ჯდება იმპერატორის ქვემოთ, რომ აი ძალიან დიდ გავლენას ახდენ მასზე და საკუთარ თავს ისე თოკავ, რომ თავ მოუთოკავი თავად გამოდის ხოლმე რა. ორიანი ხმლები ამ შემთხვევაში აქ არის ჯიბრის და შეჯიბრის მომენტი, რომ ვინ უფრო ძლიერია, ვინ უფრო მაგარია, ვინ უფრო ყოჩაღია, ვინ უფრო დიდხანს გაძლებს, ვინ უფრო მწარეს ეტყვის მეორეს, ვინ უფრო ცუც გააკეთებს, ვინ უფრო აეჭვიანებს და ასე შემდეგ. მდგომარეობა, ვისაც აქვს პაუზა, დროებითი არის და აღდგენითი პროცესები უნდა დაიწყოს ძალიან მალე, იმიტომ რომ გამოდიხართ ექვსიანი ხმლებია, გამოდიხართ აი რაღაცნაირი ჯიკავის პოზიციიდან და პერიოდიდან, პლუს ამას კარმული საბედისწერო ურთიერთობა არის და ვინც არ ხართ პაუზაზე და უბრალოდ იკამათეთ, იჭუბეთ და რამოდენიმე დღე რაღაცა და განაწყენებულები ხართ ერთმანეთის მიმართ და არ გაქვთ კომუნიკაცია, იმიტომ რომ გაბუტვის მომენტი გაქვთ, მათაც იცოდეთ რომ დროებითი, ესე ვთქვათ, სიტუაციები არის ორივე შორის. რატომ? იმიტომ რომ აქ არის სიყვარული. აქ რო არ იყოს სიყვარული, აქ რო ამისულიყო ეშმაკი, კვერთხების ტუზი ვიტყოდი, რომ აი მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის ობიექტი მისთვის ხარ, იმიტომ რომ აქვს ჟინი, სექსუალური ვნება და მეტი არაფერი, ხო? შვიდიანი თასები, ძალიან ბევრს ფიქრობთ თქვენ ერთმანეთზე, ძალიან გეჩაგრებათ ორივეს ერთმანეთის ეგო, ის შენსაც ჩაგრავს, შენ მისას ჩაგრავ და ამაზე ფიქრობთ ძალიან ბევრს, ძალიან ნელი ტემპით ვითარდება აქ ურთიერთობა და ძალიან ხშირი არის უფრო კამათი, ჩხუბი დაძაბულობა, ვიდრე დატკბობა და დათბობა, იმიტომ რომ არც ერთმა არცით რეალურად ჯანსაღი ურთიერთობა რანაირია და ორი ერთმანეთის მსგავსი პიროვნება რომ გადაეკვეთეთ ერთმანეთს, გგონიათ რომ აი თუ მოლბი შენ მასთან შენ ხარ წაგებული და ისიც ანალოგიურ ფიქრებში არის. ნელი ტემპით მიდის ეს ურთიერთობა, ეგოს ხარჯზე, ეგოს არ დაზიანების გამო მაქსიმალურად წელავთ ერთიც და მეორეც, მაგრამ სამართლიანობა რისი სამართლიანობა არის, რომ არა ის დაბალანსება, რასაც დრო თავისით შემოიტანს და მოიტანს და რეალურად დააბალანსებს და დაალაგებს ამ ურთიერთობას. ცხრიანი პენტაკლები, სამიანი პენტაკლები და რვიანი პენტაკლები. მუშაობის დაწყება ამ ურთიერთობაზე უნდა დაიწყოს დაახლოებით აი ცვლილებები და ცვლილებების შემოსვლა და შემჩნევა ამ ურთიერთობაში უნდა დაიწყოს 3 პერიოდის შემდგომ. ემთხვევა სექტემბრის თვეს მერვე თვის დასრულება და სექტემბრის თვიდან დაწყება ახალი ეტაპების, შემოსვლა ახალი ეტაპების ამ ურთიერთობაში. 3 პერიოდი, 3 დღე, 3 რიცხვი, 3 კვირა. რომ შეეძლოს ამ ადამიანს შენი დახასიათება, როგორ დაგახასიათებ და აი ვიღაცა რომ მივიდეს და ჰკითხოს მას, რომ აი მოდი მაგალითად ვიკითხოთ ეს, აი მარიამი როგორი გოგოა, რას ეთყოდა? ვაი, სამიანი ხმლები ამოვარდა. როგორი გოგოა და მოდი ნახოთ, წინასწარ არ ვიტყვი არაფერს. როგორ ქალი ხარ შენ მისთვის, აი როგორ დაგახასიათებს ეს ადამიანი უცხო ადამიანთან, ახლობელთან, ნაცნობთან, მეგობართან, რა ვიცი, მეზობელთან, აი როგორი ხარ შენ მის თვალში? მის თვალში როგორი ადამიანი ხარ შენ, როგორც ქალი, როგორც პიროვნება, როგორი ხარ? ფონი მაქვს პენტაკლების ტუზის. დავიწყეთ ახლა აქ. კვერთხების მეფე. ქურუმი ქალი. ხუთიანი პენტაკლები.
6-იანი თასები. კვარტხების ტუზი. შეყვარებულები, ხმლების მეფე და ვარსკვლავი. მიუწვდომელი ხარ, მოკლედ და მარტივად ვიტყვი. ვარსკვლავი არის მიუწვდომელი, რაღაც შორს, რასაც ვერ წვდება. რაღაცა, რასაც ვერ წვდება. მისთვის შენ არ ამოდიხარ როგორც აი ფემინური ნაზი ქალი, ნაზი ბროლა. მისთვის შენ ხარ ქალი, რომელიც კაცთან კაცია, ქალთან ქალია, ბავშვთან ბავშვია, მოხუცთან მოხუცია. ყველაფერ შეგიძლია მოერგო. ხარ ძალიან გონიერი, ხარ ძალიან ჭკვიანი, ხუთიან პენტაკლში რომ ამყოფებ და არ აძლევ არაფერს დაწყებული ემოციით დასრულებული ყველა იმ ვნების, ჟინის მიღება და ესე თქვა დაგემოვნებით არაფერს არ აძლევ ამ კაცს. არც ემოციას აძლევ, აფერს არ აძლევ. არაფერს, წელს ქვითაც არ აძლევ, არაფერს არ აძლევ. და ეს არის ის, რითიც გიჭირავს ეს კაცი კარგად შენ ხელში. იმიტომ რომ თუ თავიდან მის ინტერესი იყო ვნება და აქ ჩანს რომ ვნება იყო ნამდვილად და მოეწონე ძალიან, მიხვდა იმას რომ არ არის აი ფერი ქალი რო ახლა რაც ხამე აქანაა მიჩუჩუნდა და აი იმ წუთშივე გამეექანოს და დამასკვეს არა ამ ფერი ქალიო აგიო და ამას ეს იაზრებს, ამას ეს ხვდება. ამიტომ გაფასებს ძალიან რომ კაცივით ძლიერი კაცივით შეუდრკომელი თუ შეუდრკელი თუ შეუყანყალებელი მოკლედ და მოუჯაყჯაყებელი ქალი ხარ რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივ ყვერებიანი იყოს თვითონ იმ ყვერებიანთანაც და არ გჭირდება საერთოდ ამის თამაში ესეთი ხასიათი გაქვს ძალიან მებრძოლი ხარ აი ფიქრობს ასე რომ კაცივითაო თუ არა ხო, ანუ ის ფიქრობს ამას, რომ დამირეკეს და გამიწდა ვიდეო, ის ფიქრობს მოკლედ, რომ ნუ კაცივით არისო, მაგრამ ქალს რო შეუძლია გაცხარება და ქალს რო შეუძლია სიმყარის და აი შეუყანყალებლობის ესე ვთქვათ, გამოხატვა, ისევ ის. ჩემი აზრი ასეთია, რომ თუ გამწარდა ქალი და ქალმა მოინდომა, ზუსტად ნახე კონკურენტს ხედავს შენ, შეყარებულს, პარტნიორს, სატრფოს ამას კი არ ხედავს. ეს ხედავს ქალს, რომელიც ეჯიბრება ყველაფერში და შენი ბრალია ეს. შენ ამასთან არ გქონია იმისი განცდა, რომ მე ვარ გოგო, პაცა გავნაზდე, პაცა რაცხაზე გოუღიმო, თვალები რაცხა მივუკუსო, ვიყო კუსურიე, მე უნდა ვიყო აქანეო ხმლების მეფეო. ყველგან ამოდიხართ წყვილში, ხმლების მეფეთი გხედავს ეს კაცი. და აი როგორ გახასიათებს იცი მე კვერთხების მეფე ვარო მე თუხთუხა კაცი ვარო მე მიყვარს ურთიერთობებიო ქალები მიყვარსო რომანტიული ვარო იქინა წევიყვანო აქანე წამოვიყვანო ყველაფერს ვიზაო ქალის გულიზაო მაგრამ ეგი ნაირად მიშობაო ჭინკებს ისე მითამაშებს თავშიო მინდა არ მინდაო მეცო ზადნავო მერეო და მიდი მოვდივარ ხდება ერთმანეთსო ეჯახებითო შუბლებითო და თავებითო და აბა ვინ ვის გადაუღუნავსო ამფერი ამბავი არ გამიგიაო არსათო და გამაგებიეთ რა უნდა ამ ქალს ჩემგანო ამფერ ამბებშია საბრძოლო ხელოვნებას აწაფებ. ასე ხედავს შენ აი კაცი. ადამიანი რომელიც ძალიან სამართლიანი ამავდროულად მის თვალში შენ ხარ ასეთი, შრომელი ადამიანი, მატერიალისტი ადამიანი იყო სათავის თავად, თავის ნაშრომით და თავის გაკეთებულით რომ ესე ვთქვათ უყვარს კაი ცხოვრება მოკლედ ერთი სიტყვით და ოხერი ხარ, ეშმაკი ხარ. ერი და გეტაკა შენ, ამას აფასებს ძალიან სწორად. ძალიან ბევრჯერ რომ გადააბიჯა საკუთარ თავს და დატოვე ასე, ეგო ამოვარდნილი, მაგით ძალიან კარგად იცის, მაგრამ მიღირსო, გევებიო, მახეშიო, დედას მტირობს, ყოფას მტირობს, მაგრამ მიღირსო აი ქალი. მიღირსო გადაშავდეს აქედან მომცილდეს და მეტყუოს აქედან, მაგრამ მიღირსო და რა იქნა, ნამეტანი ლამაზია. ნამეტანი კაიაო, ნამეტანი სასურველიაო და დავაწესებო ასე საზღვრებსო. ბოლოს ისევ მასთან მიბანცალოფო, გამოვჩდე, მივწერო, იქ ნახავს დოლარი, მივწერ, თავს ვერ ვიკავებო, მოკლედო და რაფერი ქალი ხარ მიზაიცი? კლდეს შეასკდება, გაარღობს და მაინც შეგეკონება ძუძუებში. ამფერი ქალი ხარ შენ. ვნახოთ ახლა აქ რას მოიმოქმედებს? რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი შენ მიმართ? აი შენთან დაკავშირებით ერთი კვირის ვადაზე რას უნდა ელოდო შენ მისგან? რას იზავს?
გამოვა კონტაქტზე, ორ პერიოდში გამოვა კონტაქტზე, 2 საათში, 2 რიცხვი, 2 დღე, 2 კვირა არა, 2, რაცხა 2, ან 2 რიცხვი. რას იზავს და გამოვა კონტაქტზე. შემოგთავაზებს შეხვედრას. საცხა მარტო მე და შენ წევიდეთო. გზაზე საცხა წევიდეთო. ვისაუბროთ, კაი ვჭამოთ და კაი ვსვათო. იქინე რაცხა ბობო ქრდება, უყურე ახლა წაგიყვანს საცხა. შენს და თახდე, აი ზავნა წევიდა, გამეიშმოტკები, გაიბრანჭები, გამოიმართრები და მაგალითად წახვალ ერთი სიტყვით, რა დიდი სამვით და წახვალ იქინე და აი კი ცდილობს თავი შეიკავოს და ბაცა მოჭიმული იჯდეს. კი იჯდება თავიდან მოჭიმული, მაგრამ მეტანი უნდა უჩუჩუნდეს გულიც, უბეც, ყორფელი. ფიშტო უნდა უჩუჩუნდეს უბეში. ამიტომ მაგრამ არ შეიმჩნევ. აფერზედმეც არ გაგრძნობინებს და გარაალეწავ იმაგიდას თავზე. ახლა მაგიც იცის. რა იკადრებს. უბრალოდ შენი გულიზე აი კაცი გვტება. აი ცოდე შენ. იჩხუბებთ რომ შეხვდებით ერთმანეთს, ძალიან იჩხუბებთ. მალე შეხვდები სხვათა შორის. თითქოს მგონია რომ მალე გამოვა ამაზე კონტაქტზე. და კვირის ბოლომდე უნდა შეხვდეთ, ან შაფათს, ან კვირას. უნდა შეხვდეთ ერთმანეთს, ორ შაფათი რომ თენდება შეიძლება მაგიც იყოს. გამოსტყუებ ამას, 3 ტუზ და გამოსტყუებ ამას შენ რაცხა გრძნობებზე საუბარს. ისე გველურად მიუდგები. მე გასწავლით რაცხას ახლა. როცა შეხვდებით და როცა მოხდება მაი ჯახი-ჯახირი თქვენ შორის და დეეტაკებით ერთმანეთს, ხელი მოუსევი ლოყაზე და კითხე, წნარად შეარბილე ტონი და კითხე. რა იგინდა ჩემგანო და ვინ ვარ მე შენზაო გინდებარო კითხე იქ ეტყვის აბა არ მინდება ვირევიო კაციო ვინ კანტუზია და მე მართაო ფსიქოზი და მე აბა არ მინდებხარო მასე რომ გინდებარ მაი მეც კი ვიცი მაგრამ აქანე თუ გინდივარო და გულზე მიადევი ხელი ქვეთ არ წეიყო გულზე მიადევი ხელი თავზე მიადევი ხელი აქანე თუ ვარ და აქანე თუ ვარო თორე იქინე რო ვარ მაი მეც კი ვიციო მე ფლაყ ნაზად შეეხე რო არ ელოდება მაშინ შეეხე მოუთათუნე ხელი ოღონდ მოთათუნებაში დაცხასე მხარზე ჩამოუსვი ხელი რაცხა კიდე ლოყაზე დაუფერთხე რა თორე წერზე რაცხა იმ იკე კლუცე ბაცა აგრძნობინე რომ ხალი ხარ შენ ჟანადარკივით რო ხარ წამოჭიმული რაია ვერ გევიგე გონია საზღვარს იცავს სამშობლოსი გეყოფა მე ვიდა 2027 წელი და ისევე ხარ ფეხებ გოუპარსავი წევხარ მარტო სიცივეში გამთბობი ხო გინდა ვინც ხა ყავდეს მიეცი ბაცა შესაძლებლობა გოგო ამ კაცს ყველაფერს მოგცემს აგი ბაცა გოუღიმე გოგო დაანახე სიტყვა დაანახე იგი ცხოა ცოდვა იგი ცოდვა არა ცოდვა ბებიჩი მასე იცოდა თქვა ცოდვა ბებია მაი ცოდვა ბეჩა მაი ოხო საცხა წაგიყვანს კაი ისეთ ადგილას რა აი ვირადღირებულ რესტორანში ან ბევრ ფულს დახარჯავს იმ დღეს მოგაწონებს თავს ნამეტნავად მაგრამ საცხა ჩიხში მიგაყუდებს აი კაცი ვილაპარაკოთ მიგაყუდებს ახლა რა სადღაცას გაგაჩერებს გზაზე და რაცხას ისაუბრებს თქვენ ან მაშინაში ისაუბრებთ ან საცხა პაცა მობნელებულში რაცხა პაცა გამოუხატე ემოცია დააკვირდი გვარ გაინტერესებს რა შობა და მოჭიმე იმ წუთში არ მისცე იმას გაქანების საშუალება მოუჭიმე იმ წუთში მოუჭოჭე გურული ხარო ვიღაც მიწერდი გურული არ ვარ იმერელი ვარ მამით იმერელი ვარ და დედით ოსი რა მოხდება თქვენ შორის ძალიან რაცხა მგონია რომ დათვრებით რაცხა დალევთ რაცხა კაი ან იმდენს მოგცემს ემოციის დონეზე ეს ადამიანი რომ აი რა გაგაბრუებს და კაი ხასიათზე ახალ სახლში ნამეტანი კაი ხასიათზე იქნები მის გულში რა ადგილი გიჭირავს შენ აი ვინ ხარ შენ მიზა ვინ ხარ რა აი ვინ ხარ რა სტატუსი გაქვს რა წონა გაქვს ვინ ხარ შენ ვინ ხარ რომელი ხარ ვინ ხარ judgment ну ხდება აქ ეს ადამიანი ამასთან პლუს ამას ფონოდ მაქვს ორიანი თასები ხდება იმას რომ ასე ჰაერზე მოსული ქალი მის ცხოვრებაში არ ხარ
საბედის წეროთ რომ გადაეყარეთ ერთმანეთს და საბედის წეროთ რომ ტირობ პატრონს და კარგის ტრაქს მაგასაც ხდება სხვანაირად დააფიქრე ურთიერთობებზე არჩევანი რომ აქვს გასაკეთებელი და პასუხისმგებლობა რო აქვს ასაღები და საზიდი აი ამაზე დააფიქრე შენ რომ თუ ეს ქალი მინდა მე ცოტა სხვანაირად უნდა მოვიქცეო აი ამაზე დააფიქრე თუ არა და გამასწორებს მიწასთანო დევი კარქებიო და მიყვარსო შემიყვარდაო აი ქალიო და ამასთან რომ არ მაქვს კონტაქტიო მაკლიაო და დაკარგული ვარო ას განდეგილი ვით ვარო ბედუინი ვით ვარ დიდუდაბნოში ვინ ხარ შენ მისთვის შენ ხარ ქალი რომელიც სიაბდლებს აკეთებინებს შენ ხარ ქალი რომელსაც მუდმივად აკვირდება ვისგანაც ელოდება სიგნალს ვისგანაც ელოდება ერთ მესიჯს ერთ ლაიქს ერთ იმას რა ქვია ზარის გამოშვებას არც ერთშობი არც მეორე კვერთხების დედოფალი ხარ მიზა და პენტაკლების დედოფალი და 10-იანი პენტაკლები უნდა შენთან ამას არასერიოზული არ უნდა აფერი მაგრამ წევსო იგიც თავიზეო მეც ჩემზავარო ღამეო მეფიქრებაო შეიძლება სიზმრებიშიც ხედავ თვითონაც კვერთხების მეფით ამომდის ორი ვირი ერთმანეთზე უარესი ვირები უყარ ხარ ამ კაცს და იცოდე რომ ყველაფერს იზავს ეს კაცი იმისთვის რომ შენ მის გვერდით იყო ბევრჯერ ატკინე გული ბევრჯერ აწყენინე მაგრამ იცის რომ შენ ხარ მისი შანსი საჩუქარი და აი წენები და აი ყორფელი უღირს საცხა так პაიჟებს გო აი საცხა წაგიყვანს გო რაცხა საცხა უნდა წაგიყვანოს და კაი ესეთი ვიჩირინკა ფართი უნდა მოგიწყოს ოღონდ კარგი რომანტიული რაცხა მისი თავი აფერისტის ერთია გოგო აფერისტის ერთია რაცხას იმფერად დაგანახებს მის თავს ჯერო აქამდე არ უქნია და ისე გეიგლისება და მეიკუსურიებს იმ თვალებს და ხმის ტემში რომ გაგიკვირდე და აი ამპერი თბილი ყოფილაო რომ მოგჭოჭოს გოგო არ გაბედო აქეთ მოჭოჭე მაგრამ პაცა დაათბე თავიდან დეიწყე ნეიტრალურად ჩაგდე ნეიტრალ მერე ბოლოში გოუშვი ბოლომდე წეკუსურიე გო გებლაზე გეიგე მე მიებლაზე მოებლაზე პაცა ასე და ბოლოს მოუჭოჭე რო ეგონება რომ არიქა რა ვარც იქნა მეღირსა მოუჭოჭე ბოლოში მაგრამ ამეტანი არ მოუჭოჭო რაც ხა გოგი თავზე მაინც გადაუსწევი ხელი რაც ხა ქე სული მაინც შეუბერო გო გაძვრა კაც სული რაია ეგი მოკლედ ამფერი ამბებია აგვისტოს ბოლომდე 300 ლარიან გაშლაზე მოქმედებს დიდი აქცია 300 ლარიანი გაშლის ღირებულება იქნება 70 ლარი ფორმატია ხმოვანი შეტყობინებებით. შედის 8 შეკითხვა, რაზეც გინდა იმაზე დასვა ამ 8 კითხვას. გინდა ფულზე, გინდა გესტაპოზე, გინდა ონოფრეზე. არ აქვს მნიშვნელობა. ენერგეტიკულ წმენდებზეც მოქმედებს 50%-იანი ფასტაკლება. გნებავთკენ ჩაწერა, მეიწერეთ Instagram-ზე. შენი ჰიოლიასე მიპოვნით. სხვაგან მე არ ვიმყოფები. მორჩა. აია, ჩემი ნათქვამი, გეიგონეთ ახლა კარგად, მომისმინეთ ერთხელ დამიჯერეთ ცხოვრებაში, არ წააგებ. პაცა მეიბლუზე გო ქალი დაიბადა ეშმაკზე ადრე გო რაცხა საშენთავოთ რაცხა მოატრიალე ის შეისვამ ჯიბეში გეუნები ნელთ ბილად შუაში ოღონდ ნელა პაცა გოღები პაცა გეებლაზე იქნა რაცხა აი მაგასკა აი ბოთლი ვერ გამიხსენი შენ აი ვერ გამიყავ შენ მომაწოდ რაცხა გძნობინე გო თვითონაც რაცხა იგი რომ მოკტა კაც გაშალდა წევედი ახლა მე და თქვენ იცით გტიებთ აქანე გეხუტებით შორიდან ყველას დიდი მადლობა ყველას ესეთი თბილი კომენტარებისთვის რასაც მიტოვებთ ხოლმე თქვენ იცით მე მეტი ჩარამატრა კვეცავარ და მიხარია სულ კაი კომენტარების კითხვა ხო და აბა ერთი სიტყვით გელოდებით ყველას Instagram-ზე ჩასაწერეთ კონსულტაციაზე თუ არ გინდათ და ღმერთმა სულ კარგად გამყოფოთ არც დაგაჭიროთ ღმერთმა ცუდიზა არ დაგაჭიროთ და ინტერესიზა კაი იქნება აბა ჰე და აბა ჰო შუდობიანი ღამე მისურვებია თქვენზა ფეხები გეიპარსე კიდო შენ ფეხები გეიპარსე ისე არ წახვიდე ისე არ შე მუხლამდე არ გეიპარსო მუხლ ზეითაც უუღევი კარგად ახლა